უმაღლესი მადლობა. მოგესალმებათ ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ მთავარ არხზე. დღეს 45 ოქტომბერია და ვიწყებ გადაცემას. რა იყოთ, რა გაგიკვირდა წინა პარასკევს თუ იყო 38 ოქტომბერი, ცესკოს მონაცემებით, იმის შემდეგ რამე შეიცვალა თუ რა, შეიცვალა რამე არაფერი. არა, ისევ ოქტომბერია ძვირფასო მეგობრო, ხო და შეიცვალო სიტუაცია და მეც შევცვლი თვეს. სხვანაირად რა გითხრათ, ასე გაიზრდება თუ არაფერი შეიცვალო, პირდებით რომ ყოველი პარასკევი იქნება ოქტომბერი. მონოლოგს ვიწყებ სკანდალური თემით, სიმწრით გაერთიანებულ ოპოზიციას გუბაზის მიყენებული იარები ჯერ კიდევ მოშუშებული არ ქონდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გააკეთა. მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუსხდეთო, რაღაცაო იქითო, აქეთო, გრიგოლ ვაშაძეზე მაქვს ძვირფასო მეგობრობა ერთი ხუმრობა. მაგრამ აზრი არ აქვს თქმას, რადგან ვერაფერს გაიგებთ. იმიტომ რომ თვითონ მისი ინტერვიუ იყო გაუგებარი და ხუმრობა შესაბამისად ასეთი გამომივიდა და ამიტომ აზრი არ აქვს თქმას. რა აზრია? გაუგებარია ის ხუმრობა, მივხვდით? როგორი ინტერვიუც იყო. მოკლედ ამ განცხადებას ყველა თავისებურად ხსნის და თავისებურად იყენებს, ვიცი ახლა იქნება მოლაპარაკებები, ალბათ იქნება გადაბირებებიც, შიდა განხეთქილებებიც, მე მინდა ხალხის სახელით მივმართო ყველა ოპოზიციურ პარტიას სათითაოდ. მივმართავ ნაციონალურ მოძრაობას და გაერთიანებულ ოპოზიციას არ დათმოთ პოზიციები, არ შეხვიდეთ პარლამენტში. ევროპულო საქართველო არ იქნება კარგი პარლამენტში შესვლა მოგმართავთ თქვენც. გირჩსაც მივმართავ, არ ქნათ ბიჭებო. გაყალბებული არჩევნების შედეგებით არ შეხვიდეთ პარლამენტში. სტრატეგია აღმაშენებელო, არ შეხვიდე. ალეკოს მივმართავ ელისაშვილს. Zadeni არის ჩაშლილი. ხო ხინასულოს ჩემეთან არ ჩაიჯვა, მოდი შავში. არ ჩაიჯვა. გამიგე? მე ჩემი გითხარით ძმაო და თქვენი იცით მე არ ვიცი. აი ესეთი გამოსვლა იყო ჩემი, კაცრი. ჩემი აზრით არავინ არ უნდა წავიდეს დათმობაზე, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავიდან დათვალეს და შეაგროვეს მტკიცებულებები. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს. მაგალითად ასეთი 144,000 ბიულეტენია გაბათილებული. 144,000 ხალხო. ერთი სიტყვით ცესკომ იმდენი ბიულეტენი გააბათილა, რომ ამ 144,000 ბიულეტენს თუ დავდებთ ერთ ადგილას და შორიდან შევხედავთ, მივხვდებით, რომ ოცნებამ ქართველებს საარჩევნო გენოციდი მოგვიწყო პირდაპირ. სხვათა შორის ხმა გავრცელდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს თეაწულუკიანის პრემიერ-მინისტრად დანიშნაო. ბიზნეს რომ ხალხმა ხმა არ მისცა, დაიწყო უკვე მოსახლეობის დასჯა. პირველი სასჯელი უკვე გამოგვიგდო თეაწულუკიანის სახით. ახლა ბარემ მათიკაშვილი დაუნიშნე ვიცე-პრემიერად და ეგ არის. პირველი სადამსჯელო ღონისძიება უკვე ჩატარებული გაქვს. მოლეული გექნება ხალხთან. წულუკიანის კანდიდატურას თემურ თათარაშვილი უჭერს მხარს. ჟურნალისტებმა კითხესო, რატო გინდაო, რომ თეაწულუკიანი იყოსო პრემიერიო. აი რატომო? რატო იმიტომ რომ თეა და წულუკიანიაო. რაც შეეხება მოსახლეობას, ხალხი ძალიან გაბრაზებულია. ეს კარგად გამოჩნდა კვირას ოპოზიციის აქციაზე, სადაც დაახლოებით 45,000 ადამიანი შეიკრიბა და გააპროტესტა გაყალბებული არჩევნები. ხალხის სიმრავლე ძალიან არ ესიამოვნა მთავრობას და მათ სასწრაფოდ GPS სიგნალები დაბლოკეს, დრონებს რო არ გადაეღოთ ზემოდან ყოფი ხალხის რაოდენობა. აი სიხშირე ჩაახშეთ და დრონები დაბლოკეთ, მაგრამ დრონების ზემოთაც ხო არსებობს კიდევ რაღაცა, კაცო, ღმერთი ხო გიყურებთ არა ზემოდა. რა პასუხი უნდა გასცეთ, გეკითხებით, აი რა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი იმედს არ უყურებს. ხო და თქვენ კიდე იმედის გარდა არ უყურებთ არაფერს და რა ვიცი, რანაირად უნდა შედგეს თქვენ შორის კონტაქტი, მე არ მესმის. 45,000 ადამიანი ძალიან თავისებურად აღიქვა ირაკლი კობახიძემ, მან განაცხადა, რომ ოპოზიციის აქციაზე მხოლოდ 7,000-მდე ადამიანი იყო მოსულიო. არა, ამათ რა გამოასწორებს ძვირფასო მეგობრებო, მე არ ვიცი. წარმოიდგინეთ, არჩევნების ციფრების გაყალბების გასაპროტესტებლად გამოსული ხალხის რაოდენობა გააყალბეს. ხალხის რაოდენობის ბალანსიც ვერ დასვა, ხვდებით? მომიტინგეებს მაინც ნუ ათვლევინებთ ამარჯვანიას, ხო შეიძლება შეკაი ადამიანო, ვიღაცა სხვა დაათვლევინებთ. ასეთი იდეაც მაქვს ძვირფასო მეგობრებო, უნდა ავდგეთ და კობახიძის განცხადებები გაუშვათ ღია კოსმოსში, რომელი გალაქტიკიდანაც გავიგონებთ თავში ხელების შემორტყმის ხმას,
იქ შეიძლება ახალი ცივილიზაციები ვეძებოთ. ხვდებით რა შეასაქმე? ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს მსგავსი რეაქცია ექნება დამიჯერეთ ირაკლი კობახიძეს როცა მოусმის. ირაკლი კობახიძემ ამავე დღეს მეორე განცხადებაც გააკეთა, ჩვენ მუშაობთ რომ ოპოზიციას სწორ გზაზე დავაყენოთო. მე მგონი რომ საპროტესტო აქციაზე კიდევ ერთი მოთხოვნა უნდა დავამატოთ, გადადგეს თამარ ჯვანია, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ვუმკურნალოთ ირაკლი კობახიძეს. ეს ერთი მოთხოვნა იქნება ჩავამატო და საერთოდ ქართული ოცნების ოფისი მთლიანად უნდა გადავაკეთოთ ფსიქიატრიულ კლინიკად. იმიტომ რომ განცხადებები, რასაც ეგენი აკეთებენ ოცნების წევრები, ამ ყველაფერს თუ მედიკამენტებით არ ვებრძოლეთ, ძვირფასო მეგობრებო და კვალიფიციური პროფესორები თუ არ ჩავრიეთ კუნალების პროცესში, ხო, შეიძლება მდგომარეობა უფრო დამძიმდეს. ერთი სიტყვით, როსტომ მეფის ფსიქიატრული კლინიკა სასწრაფოდ გასახსნელია. კობახიძეს არ ვიცი თუ ეშველება რამე არ ვიცი ძვირფასო. მე უფრო თურქეთს ფიქრობ, რა ვიცი. შეიძლება თურქეთის რაღაცა იყოს საშვები. მოდით, რადგან კობახიძე არის დღევანდელი მონოლოგის მუზა, ერთი ანეკდოტსაც მოგიყვებით ირაკლიზე. არჩევნების შემდეგ ირაკლი ურეკლავს ბიძინას ივანიშვილს. ბატონო ბიძინაო, თქვენთვისო ორი ამბავი მაქვსო, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო და კარგით დაიწყეო. კარგი ის არის, რომ არჩევნები მოვიგეთო. და ცუდი ის არის, რომ ხმა არავის მოუწიაო. აი ესეთი კომიკური გადახვევა იყო ჩემი სერიოზული მონოლოგი და ძირფასო დაუბრუნდეთ ისე მძიმე თემებს. მოკლედ აქციის მონაწილეები გვიან ღამით რუსთაველის გამზირიდან დაიძნენ ცესკოს სათავო ოფისისკენ. ეს პროტესტი ყველაზე საოცრად ახსნა ბატონმა არჩილ თალაკვაძემ. მოდით ეს ვიდეო ვნახოთ და მე გავაგრძელებ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც დღეს რეალურად ითulis ხალხის მიერ მიცემულ ხმებს და აჯამებს არჩევანს, გააკეთეს შეტევა, დიდი ალბათობით მათი მიზანი იყო ბიულეტინების განადგურება, ვინაიდან ეს ღამე მოხდა ეს ყველაფერი და ბიულეტინების განადგურების შემდეგ მაღალი ალბათობით ეს ხალხი გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, არჩევნები უნდა ჩატარდეს თავიდან. აი სავარაუდოდ ეს გეგმა იყო. ოპოზიცია იმიტომ მიადგა ცესკოს შენობას, რომ იქ შეჭრა, იმიტომ უნდა ბიულეტინის განადგურებას აპირებდნენო. მე უფრო ეპიკურად და პოეტურად ავხსნიდი არჩილ ჩემი აზრით. ოპოზიციას უნდა ცესკოს შენობაში გამომწყდეული თამარ ჯვანიას გათავისუფლება. არა, არც ნიკა მელია ატარიელი და არც თამარ ჯვანია ნესტან დარეჯანი, მაგრამ ცესკოს შენობა აშკარად არის ქაჯეთის ციხე, მე ასე ვფიქრობ და ამიტომაც იყო ეს ხალხი მიცვენილი იქ. იქ მისულ მოქალაქეებს მთავრობა დაუპირისპირდა წყლის ჭავლით. მოკლედ არ იცის ქართულმა ოცნებამ პროტესტთან ბრძოლა რა თქვენ, კაი ხალხო, ამ ისედაც გამოფხიზლებულ მოქალაქეებს კიდე ცივწყალს რო ასხავ. აი ახლა შეიძლება ეხეთ, არ იცით მუშაობა. არ იცით მუშაობა, როგორ უნდა იმუშაოთ. კორონავირუსის მეორე მძლავრი ტალღის ფონზე აქცია წყლის ჭავლით დაარბიეს, ოღონდ იმათ რომ დაარბიეს 2007-ში ისე კი არა. არა, ეს იყო თბილი დარბილებული წყლის დამცავი ცვილით, რომ კანი არ გაფუჭებოდა აქტივისტებს და მერე მივიდა ბიძინა და სათითაოდ თბილი ხალათები დაურიგა ხალხს და ამ ხალათებში თითოს 1000 დოლარი ჩაუკუჭა ჯიბეში. აი დაახლოებით ასე გადმოსცა ტელეკომპანია იმედმა 8 ნოემბრის სუსხიან ღამეს წყლის ჭავლით აქტივისტების სასტიკი დარბევა. ანუ ესე თქვა. რადგან ბაჯაღლო ტელევიზიაში შევეხეთ, მოდი ერთი თემაც განვიხილოთ. იმედის ეთერში გახსოვთ, ალბათ წარწერა იყო ესეთი, არჩევნებამდე იყო ესეთი, გარეჯი საქართველოა, ესე ეწერათ. ხო გახსოვთ? არჩევნების მერე მოხსნეს ეს წარწერა. ანუ ახლა რა ხდება? გარეჯი ისევ საქართველოა თუ ისევ კარგავთ? მაინტერესებს, ძალიან მაინტერესებს. გამარკვიეთ კარგად. არჩევნებამდე აშკარად კარგავდით. და კიდევ კარგი მეორე ტურში ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას, თორე ისევ შეიძლება ყოფილიყო გარეჯის დაკარგვის საფრთხე, მე ასე მგონია. ერთი სიტყვით ვინ რა უნდა იჩალიჩოს არ ვიცი, მაგრამ ტელეკომპანია იმედი რომ ბაჯაღლო ტელევიზიის ტიტულს არავის დაუთმობს, ამაში 100%-იანი დარწმუნებული ვარ ძვირფასო ტელემაყურებლო. ანუ გამოდის რომ იმედის აზრით გარეჯი ნაკიანი ტერიტორიაა, ყოველ 4 წელიწადში ერთხელ საქართველოს დანარჩენი 3 სადაო. მე ასე მგონია. ახლა პოლიტიკური მოვლენები ისე ვითარდება, შეგიძლიათ მიაწეროთ ბიძინა საქართველოა, იმიტომ რომ აშკარად კარგავთ მაგკაცსაც ძვირფასო მეგობრებო და აუცილებელია ეგ რომ მივაწეროთ. მე მინდა ერთი რჩევა მოგცეთ. ახლა პირიქით უნდა დავამატოთ წარწერები. ბევრი წარწერა უნდა დავამატოთ ტელეკომპანია იმედის ეკრანს. ქვემოთ იყოს ინტერაქტივი ზემოთ სისხლიანი ნაციონალების ფოტოები, წარწერა სისხლიანი 9 წელი და თქვენი ბაჯაღლო მატარებელი ნელ-ნელა გადაკეთდეს ბაჯაღლო გაზეთად. მე ამ გაზეთს როგორ გამოვიყენებთ, ამას თვითონ ხალხი გადავწყვეტს ძვირფასო მეგობრებო და
ერთვაც გაზეთი თავიდანვე და გეცოდინება უკვე რომ გაზეთია და მოვიხმართ რაღაცაში გამოვიყენე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. რომ გვეგონა რომ შიდა ტურიზმის ხელშეწყობისას და მოგზაურობისას დაიკარგა და გადარჩა თქვენი ქვეყანა თქო, ხან მოკლე გამოდგა ეს ბედნიერება ძვირფასო მეგობრებო. სალომე ზურაბიშვილმა მორიგ საერთაშორისო სკანდალში გაფხვია, მან ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა ქართული ჯარის მთავარ სარდალზე გელაპარაკებით ძვირფასო მეგობრებო. მადლობა გადაუხადა ოკუპანტ რუსეთს. ქალბატონო სალომე, არა აუცილებელი რამდენი პირს გააღებთ, იმდენი ასოები გადმოტყორცნოთ იქიდან. ხანდახან უბრალოდ დაამთქნარეთ ხოლმე, ხო შეიძლება? ასე უსიტყვოთ და ტელევიზიებიც გააშუქებენ დღეს ქვეყნის მთავარ სარდალმა ოფიციალურად დაამთქნარა. კი, შეიძლება ეს ქვეყნისთვის დამამცირებლად ჟღერდეს, მაგრამ ბოლო-ბოლო მოღალატეობრივ განცხადებას ხო ჯობია, კაცო, იყოს. ამთქნარეთ და გავაჩუქებთ ჩვენც. ხალხი სალომეზე ბრაზდება, სალომეზე კი არ უნდა გაუბრაზდეთ. უნდა გაუბრაზდეთ იმაზე, ვინც ამას ულიმიტო ინტერნეტი ჩაურთო. ის ღუპავს ამ ქვეყანას. სალომე კი არა, ის ღუპავს, ეს 3G თუ 4G რო ჩაურთო. პრეზიდენტზე გამახსენდა ამერიკაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები და გაიმარჯვა ჯო ბაიდენმა. ულოცავ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ახალ პრეზიდენტს, ისე როგორი საამაყოა, რომ ბაიდენი საქართველოშია ნამყოფი, რთულ დღეებში ჩვენთან ერთად იდგა და ქართული ღვინით სადღელოებსაც სვამდა. 2012-ში, ესე იგი 2012-მდე ჩამოდიოდნენ ბუში, ტრამპი, ბაიდენი. 2012 წლის შემდეგ ვინ ჩამოდის? გავრილოვი, ბეზრუკოვი, ლეფსი, რა ვიცი, ვინები ჩამოდიან. ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსაყვანად ნაბიჯებს დგამს ამერიკის ელჩი ქალბატონი კელ დეგნანი გუშინ საელჩოში შედგა მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოთელვა იყო ესე შეაფასეს მაგრამ ჩემი პროგნოზით მაინც არ ეშველება არაფერი მთავრობას მოგიწევთ ყოფნა გაბრიელ გარსია მარკესის რომანივით მარტოობის 4 წელი პარლამენტში ესე ხდება ალბათ ესე მარტო თქვენ იქნებით ფაქტიურად მხოლოდ ერთი პარტია იქნება პარლამენტში ძვირფასო მეგობრებო ბოლოს ერთპარტიული პარლამენტი ქონდა 30 წლის წინ და ეს იყო კომუნისტური პარტია ახლაც მაგ პერიოდში ვართ აგერ ჭორვილელი ბრეჟნევი კი ყავს ძვირფასო მეგობრებო უკვე რომელიც ტუჩებშიც კი აღარ კოცნის რომ მისგან რაღაცა სიტყვა მაინც სიყვარული რომ ვიგრძნოთ ცოტა უცნაური ბრეჟნევია მიხდით რა შეასაკეთე მოკლედ მეგობრებო ძალიან დავიღალე არჩევნებით ძალიან გაყალბებებით ციფრებით იმ დღესაც ტელევიზორთან დაღლის ჩამეზინა და ძალიან უცნაური სისტემა. ხმების ბედი კოორდინატორი მამიდების და ბიცულების ხელში იქნება ამ ჭაობში ჩაფლულ ქვეყანას ვერასოდეს ვერ ჩავასწორებთ ბედნიერი მომავლით. იმიტომ რომ ბალანსი არ ჯდება ხალხო. ბალანსი არ ჯდება ხომ ხდებით არა? დიდი მადლობა. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს. ბენდი, თამუნალე პეიშვილის ხელმძღვანელობით.